და პოსტსკრიპტუმის სტუდიის სტუმარია და მესუფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი იგა ბესილიას აღმშვიდობისა. დიდი მადლობა რომ მოგზავნით ამ დასვენების დღეს ჩვენთან პირდაპირ ეთერში. მე ვანო მერაბიშვილის საკითხს მე ცოტათი მინდა გადავდო და მე დაუბრუნდე უბრალოდ და პირველი კითხვა მაინც მაინტერესებს როგორ შეაფასებდით თქვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ მიპასუხებდეთ იმასაც ვიტყვი რომ ჩვენ დღეს დაუკავშირდით როგორც უზენაეს სასამართლოს ისე იუსტიციის საბჭოს, ვთხოვეთ მათ კომენტარი, თუმცა ესენი შემოიფარგლნენ მხოლოდ ამ პირველი ინსტანციის სასამართლოს სპიკერ მოსამართლის პასუხით. და ახლა გკითხავთ. აცხადებენ ყველა იურისტი რომ კანონი ფორმალურად არ დარღვეულა, მაგრამ თვლით თუ არა რომ არჩეული თანამდებობის პირის მოხსნა ესე მხარეთა მოსმენის გარეშე მხოლოდ მოსამართლის ესე გადაწყვეტილებით თუნდაც დასაბუთებული ეჭვის საფუძველზე სახიფათო პრეცედენტია. სხვა შორის ამაზე ბატონი გიგიც აპელირებდა რომ ეს არჩევითობას საერთოდ კითხვის საფრთხის წინაშე აყენებს. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს და დავიწყებ იმით, რომ ეს საქმე არ არის პოლიტიკური საქმე. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კორუფციული დანაშაული, უმძიმესი დანაშაული, რომელიც განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულობებს და რომელშიც მხილებულნი არიან თბილისის მერი, ანუ ბრალდებულია ის და მასთან ერთად ალბათ კიდევ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ თანამონაწილე ამ კორუფციული სქემისა. რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ერთ შემთხვევაში, როდესაც დაპატიმრება, რომელსაც ითხოვდა პროკურატურა, არ გამოიყენა და ამ შემთხვევაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო სასამართლოს მიერ დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება. მეორე შემთხვევაში სასამართლომ, როდესაც შეუჩერა უფლებამოსილება ქალაქის მერს. ქონდა თუ არა სასამართლოს ამის უფლება? ქონდა კანონით, იმიტომ რომ მოსამართლეს არ აქვს აკრძალვა, რომ არ შეუძლია ასეთი ღონისძიების გამოყენება არჩეული მერის მიმართ. რატომ მოხდა ღამის საათებში, რატომ არ მოხდა დღე და ასე შემდეგ მე არ ვიქნები ადრესატი ამ კითხვის, ამაზე სასამართლომ უნდა გააკეთოს განმარტება და გასცეს პასუხი, რადგან ეს კითხვა არსებობს, მაგრამ რაც შეეხება პროცედურებს, ეს ის კანონია, რომელიც მათ მიერ მიღებულია წინა ხელისუფლების უგულავას და მათი გუნდის მიერ მიღებული კანონია, რომელთაც ზეპირი განხილვის გარეშე მხარეთა მონაწილეობით ამ გადაწყვეტილებებს, ასეთი გადაწყვეტილებების მიღების უფლება მისცეს მოსამართლეებს და ასე ასამართლებდნენ ადამიანებსაც, სხვათა შორის, იმიტომ რომ დაუსწრებლად ხდებოდა განაჩენების გამოტანა, გადაყენება კი არ ხდებოდა თანამდებობიდან. აი დღეს მაგალითად თელი დღე რომ დავდივარ მუშიმშილე პატიმრებს ხვდები, იქ 99% ამბობს რომ დაუსწრებლად ასამართლებდნენ და 20, 30, 35 წლიან სასჯელებს აძლევდნენ. რა უნდა ექნა სახელმწიფოს? ჩვენ ვარ თუ არა ქვეყანა? იმიტომ რომ ქალაქის მერია ბატონი უგულავა, ამიტომ კანონზე მაღლა უნდა იდგეს იგი, როდესაც საუბარია 48 მილიონზე, უკვე 70 მილიონზე არის საუბარი როგორც ზიანზე, რომელიც იყო ჩვენი მოქალაქეების ფული და რომელიც იქნა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული. რა უნდა ექნა სახელმწიფოს? მერი ხელშეუხებელია და კანონზე მაღლა უნდა დავაყენოთ? არც მთავარ პროკურორს, რომელსაც ასე უდიერად, ასე უპატივცემულოდ და არაკორექტულად იხსენიებს ბატონი უგულავა და მე ამაზე დღეს სპეციალური განცხადებაც გავაკეთე, მესმის რომ ის ბრალდებულია, არ არის ეს იოლი მდგომარეობა ემოციურად მისთვის, მაგრამ თუ ვინმეს უსწრებს ენა წინ და ჩამორჩება ეს ენა გონება, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის სამწუხაროდ ბატონი უგულავა, რომელიც სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებს მთავარ პროკურორს ბატონ ფარცხალაძეს, რომელსაც ვალდებულება აქვს, რომ გამოიძიოს დანაშაული, რომ რეაგირება მოახდინოს და არ დამალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში თვითონ გახდება ამ უკანონობის თანამონაწილე, ის იქცევა ისე როგორც უნდა იქცეოდეს და პროკურატურა კარგია რომ დღეს მართლაც ახალი ენერგიით და ტემპით ამუშავდა და ბატონ ფარცხალაძესთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ მის თუ ეხა ბატონმა უგულავამ არ იცის რომ მას თურმე არც სახე აქვს და არც ბიოგრაფია იცის, შემიძლია მოუყვე კმარას სახელითო დარბოდა უგულავა, ფარცხალაძე იყო პოლიციელი და იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს და 18 წლიდან იყო ის ამ სისტემაში.
რაც შეეხება იმ საკითხს, რომ რატომ არის ეს პირდაპირი არჩეული მერის მიმართ ეს ზომა გამოყენებული, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშია ეს ფაქტი განხორციელებული, ეს უკანონდარღვევა და დანაშაული. პლასტიკური ბარათები, 700-ზე მეტი ბარათი, რომელიც მზადდებოდა და თბილისის განვითარების ფონდის სახელით აფორმებდნენ ადამიანებს, რომელთაც არც კი იცოდნენ გაფორმებულები რომ იყვნენ. მათ სახელზე ჩარიცხულ თანხებს იღებდნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და ეს თანხები ნაწილდებოდა ნაციონალური მოძრაობის წინა საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად და ვისი ფულია ეს? გულაჩუყებული მერი რო გვიყვება დღეს თურმე რომ ბიუჯეტს აკლდებოდა ფული. ეს ის ფულია, რომელიც თბილისის მოქალაქეებს ეკუთვნოდათ და აი ამ ფულის უკანონო მითვისებაზე ლაპარაკი. დავით 48 ლარის გულისთვის ხალხი დღეს ციხეში ზის და იხდის სასჯელს 10 და 20 წლიანს და საუბარია 48 მილიონზე, ეხლა უკვე 70 მილიონზე. მე ეჭვი მაქვს რომ ეს ციფრი კიდევ შეიძლება გაიზარდოს და ჩვენ გვაქვს კორუფციული სქემები სხვადასხვა სახის, სადაც თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული ამ პროცესში. მესმის და შესაძლოა ეს დანაშაული დაუმტკიცდეს, არა დაუმტკიცდეს. გაიყვება, თუ თვითონ უამბობს რომ სასამართლო გააკეთა მან აპელირება იმაზე რომ თქვათ შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია, რა მნიშვნელობა აქვს ხელისუფლება მოვიდა და იგივე საბაბით შეიძლება პროკურატურამ ნებისმიერ პოლიტიკურ არჩეულ ადამიანზე აღძრას საქმე და მოსამართლემ მიიღოს გადაწყვეტილება რაღაც თავისი ეჭვების, ჯერ დაუმტკიცებელი ეჭვების ან სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე და ეს პოლიტიკური ფიგურა არჩევითი ჩამოცილდეს თავისუფლება მოსილებას. ეს ხო არის სახიფათო, არ არის სახიფათო და რატომ? თუ პროკურატურა იქნებოდა ისეთი პოლიტიკური ინსტრუმენტი, როგორიც ეს იყო ბატონი ადეიშვილის პერიოდში, თუ სასამართლო იქნებოდა ისეთი ზეწოლის ქვეშ, როგორიც ეს იყო წინა ხელისუფლების პერიოდში და ეხლა სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რომ თურმე ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს სასამართლოზე ზეწოლას. ამ პირობებში, როდესაც თავისუფლების ეს ხარისხი აქვს სასამართლოს და პროკურატურა არის მხოლოდ კანონის მიხედვით გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, არ არის სახიფათო. სახიფათო იქნებოდა რა? ქალაქის მერი, რომელსაც კორუფციულ დანაშაულში მილიონობით ლარის მითვისება გაფლანგვაში ედება ბრალი. და 70 მილიონზე საუბარი. ნება 10 მილიონი იყოს. ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ შენ თავად თქვა უარი უფლებამოსილების განხორციელებას, იმიტომ რომ კი, დღეს თქვა, იმიტომ რომ უკვე გადააყენა სასამართლო. ასეთი პირის თანამდებობაზე დატოვება, მე არ ვიცი რითი არის გამართლებული და დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა სასამართლოში. და სასამართლოზე მინდა ვთქვა, როცა საუბრობენ, რომ სასამართლოზე ხორციელდება ზეწოლა. ნალიმეტრელზე ზეწოლა არ ხორციელდებოდა, რომელმაც გირაურ გამოიყენა, ან ახალაიას მოსამართლეზე არ იყო ზეწოლა პოლიტიკური, რომელმაც გაამართლა და ეხლა იმ მოსამართლეზე განხორციელდა ზეწოლა, რომელმაც ერთი კონკრეტული საკითხი განიხილა, სად არის ლოგიკა? მე თუ არ მღალატობს მეხსიერება, ბატონი კუბლაშვილია მგონი ისევ სასამართლოს თავმჯდომარე და მე თუ ასევე არ მღალატობს მეხსიერება, მე მგონი მისი ძმა ნაციონალური მოძრაობის გუნდის წევრია. ხელს ნუ იშვერენ აქეთკენ. თუ ვინმე შეუულიათ დღეს სასამართლოზე ზეწოლის განხორციელება, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ შეუძლიათ ამ ზეწოლის განხორციელება. ჩვენ სასამართლოს თავისუფლება მივეცით, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ დანაშაულის ჩამდენი თუ ვინმეა ხელი დააფარონ, უგულავა იქნება, მერაბიშვილი იქნება, მოქმედი მინისტრი იქნება, ვინც არ უნდა იყოს, ჩადენილია დანაშაული, ბრალდება არსებობს, პასუხისგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ჩვენ არ ჩავერევით სასამართლოში, მაგრამ აქ ათასობით ადამიანის უფლება დგას. კანონზე მაღლა ვერ დადგება ბატონი უგულავა. როგორი განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს, მაგრამ გუშინ ბაქრაძე ამბობდა, ძალიან საინტერესო რამ თქვა, მან რომ წინააღმდეგი არა ვართო, გირაოს ღონისძიება ხო არ გამოყენებული, ეს ძალიან კარგიაო, სამართლიანიაო. ეს იცით რას ნიშნავს გირაოს ღონისძიების გამოყენება, რომ მოსამართლემ ჩათვალა, რომ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს ბრალდებისთვის, რომ აღკვეთის ერთ-ერთი ღონისძიება გამოიყენოს. ხო, ჩვენც ვიცით, რომ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს ბრალდებისთვის და ეხლა სასამართლო განხილვას მივანდოთ ეს საკითხი, მაგრამ ის რომ ბატონი უგულავა ცდილობს, რომ ეს ეხლა პოლიტიკური რაღაცა როგორ გითხრათ, აპოკალიპტური სცენარის ნაწილად განიხილოს, ესე არ არის. დამთავრდა ის დრო, როდესაც ხელშეუხებელი ელიტური ნაწილი არსებობდა ქვეყანაში, ამათ ვერ შეეხებოდი, მაგრამ იმ საწყალ ხალხს, რომელსაც პატრონი არ ყავდა და რომელიც დღეს ციხეებში ჯერ კიდევ დარჩენილი, იმათთვის შეიძლებოდა ყოფილიყო კანონი მკაცრი. კეთილი.
მაინც ცირადი ეჭვებს ტოვებს ეს ღამე გვიანეს განხილვები. ეს სასამართლომ გააკეთოს განმარტება, რატომ იყო ამასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ დრო შეიცვალა, ახალ სტანდარტებზე გადავდივართ. ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დამოკიდებულება, რომ ის გაიყვანეს, მასზე ზეწოლა იყო და თითქოს და ჩვენ ახლა შეგრძნება გვაქვს ისეთი, რომ ფეხს ითრებს იგივე პროკურატურა, იგივე სამართალ დამცავი ორგანოები და ვერ გამოიძიეს ეს საკითხი, არადა აპელირებენ, რომ რა უნდოდა, აი კამერა გვაჩვენეთ და მოშვა. აი ხა მოდი ამაზე ვისაუბროთ, როგორც ასევე იმ დიდი შეთქმულების ნაწილის გაგრძელება, რომელზედაც ბატონი გულავა. მე გადავიდეთ, მაგრამ თავად ფაქტზე ვისაუბროთ. პირველი, როგორც მოქალაქე თქვა, რომელიც ტელევიზორის წინ ზის და უყურებს ამას. ეს ფაქტი მე პირადად მაგშინაგანი რწმენა, რომ ეს ფაქტი არ მომხდარა. ამის მიუხედავად, მე ეს მჯერა თუ არ მჯერა, თქვი და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ამის მიუხედავად შემოწმდეს ეს განცხადება, ჩატარდეს მოკვლევა და დადგინდეს, კი ბატონო, არაფერი დასამალი აქ ხელისუფლებას არ აქვს. და როდესაც უგულავა ამბობს, რომ ბატონმა ფარცხალაძემ გაიტაცა თავ გადახვეული თუ ესე იგი თავდახურული ვანო მერაბიშვილი და მას უკაცრავად მისივე სიტყვებით ვისაუბრებ ახლა, გამოვიყენებ ერთ სიტყვას თავესესხები, რომ ეკაჩავებოდა მას, ეს ის მეთოდია, რომელსაც ისინი იყენებდნენ და მიჩვეულები არიან ამ ტერმინითაც და ამ ფსიქოლოგიითაც საუბარს და მოქმედებას. ასე გაყავდათ და გამოყავდათ და კი არ მოკაცრავად კიდევ ერთხელ ამ სიტყვისთვის მაყურებელთან ეკაჩავებოდნენ, სისხლის გუბეში აცურავ ბანაობდნენ ადამიანები, ასე გაყვანილები და მართლაც ისეთ სისასტიკეებს ჩადიოდნენ, რომ ეხლა დღესაც ამ ემოციების ქვეშ ვარ, იმიტომ რომ ასობით ადამიანს ოლაპარაკე, პატიმარს რო ყვებიან, რა გადაქონდათ მათ, აი ესე გაყვანა, გამოყვანით და ეს ის პერიოდია, როდესაც მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ციხეებში ჯოჯოხეთი ტრიალებდა, მე მესმის, რომ იქნება ამის გამო ხო არ იყო საჭირო, რომ საზოგადოებისთვის გეთქვათ, რომ აი კადრები და არ ჩანს, არ გაუყვანია. ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს და მოკვლევა კიდევ ერთხელ ვამბობ, იმედია ჩატარდება და არავინ ამის წინააღმდეგი არ არის, ხელისუფლებამაც გააკეთა ეს განცხადება, მაგრამ აქ ბევრი კითხვის ნიშანია. 3 დღე რატომ დაჭერდა ბატონ მერაბიშვილს ამ განცხადების გასაკეთებლად? მან ხომ ძალიან კარგად იცის ციხეში როგორი სისტემაა, ჩანაწერები როგორ ხორციელდება, რამდენი ხანია, რა ვადაშია, როგორ არის, რატომ დაჭირდა მას მესამე დღეს თუ მეოთხე დღეს ამ განცხადების გაკეთება? მასთან რომ ადვოკატები შედიან შაბათ-კვირას და სხვასთან ვერ შედიან, სხვათა შორის და პრივილეგიები აქვს განსაკუთრებული, არ შეეძლო რომელიმეს გაეკეთებინა ეს განცხადება? ეს არის ის რაღაცა ძალიან მდარე ხარისხის პროვოკაციული, ძალიან უხერხემლო სიუჟეტი, რომელსაც ისინი ახლა ავითარებენ და ამის მიუხედავად, როგორიც არ უნდა იყოს ეს თავისი შინაარსით, ღიმილის მომგვრელი თუ სერიოზულობის მატარებელი ვინმესთვის, კიდევ ერთხელ ვამბობ, შემოწმდეს, დაიდოს, დასკვნა. მაგრამ მე მართლა მეღიმება წარმოვიდგინო მთავარი პროკურორი ფარცხალაძე, რომელსაც დაყავს თავზე გადაფარებული მერაბიშვილი წინ და უკან. ეს სისულელეები არავის არ ჭირდება. გამოვიკვლიოთ კი ბატონო და თქვათ, რაც იყო, მაგრამ ამავე დროს გამოვიკვლიოთ და გამოვიძიოთ და ამას აკეთებს ბატონი ფარცხალაძე დღეს, რაც არის საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა. და რასაც თვითონ გვეუბნებოდნენ სხვათა შორის დავით, რომ გამოიძიეთო, კაცო, რატომ არ იძიებთო? რომ გვეუბნებითო, რომ თქვენ ვიყავით კაცი ჭამიებიო და ესეთი მართლაც იყო ძალადობრივი სისტემა, ხო? ათასობით ადამიანი მსხვერპლი, გამოიძიეთო. იძიებს პროკურატურა. მიეკარები ვინმეს და დაიბარებ დაკითხვაზე ცივილური ფორმით, თორე ის დრო ხო არა რომ დაკითხვას დაბარებული მოწმეები ციოდნენ მერე კიბეებიდან, ხო? დაიბარებ პოლიტიკური დევნა, ხელი არ შემახო, იმუნიტეტი მაქვს, უკაცრავად სისხლის სამართლის კანონმდებლობა ასე ითვალისწინებს, რომ უნდა დაიბარო, ვინც არ უნდა იყოს, რა სტატუსიც არ უნდა ქონდეს და უნდა დაკითხო. მაშინ გამოგვიგზავნო. აი პირდაპირ ეთერში ახლა ვაცხადებ, საჯაროდ ბატონ უგულავას მივმართავ. კიდევ ვისაც გინდათ, ბატონ ბაქრაძეს. სია გამოგვიგზავნეთ ბატონებო, ვისი დაკითხვაც შეიძლება, ვისთან შეიძლება საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, ვის მიიჩნევთ თქვენ რომ იმ ძალადობრივ დანაშაულობებში იყვნენ თანამონაწილენი, რომ მათ მოვკითხოთ. სია გამოგვიგზავნეთ, ვისთან შეხება არ იქნება პოლიტიკური დევნა. თუ აქაც ელიტარული კასტა არსებობს და გამოვარჩიოთ ეს ხალხი. მე მაინც ვფიქრობ, რომ საზოგადოების ამ ინტერესის გამო ჩვეულებრივად შეიძლებოდა მეორე ან მესამე დღეს ამ კადრების ჩვენება
და საერთოდ ამ დისკუსიის არა, დავით, სამართლებრივი პროცედურების აღძვრა. დღეს ხო ჩვენ აქციის ნაბიჯები არც არის გადადგმული. კი, არის გადადგმული, შემიძლია გითხრათ, რომ არის. არის ნაბიჯები. პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, თქვენ გითხრათ. პროკურატურამ გამოძიება ამ სიტუაციაში ეს მათი დისკრეციაა და მე მგონი უფრო ნაკლებად ლოგიკური იქნება, როდესაც საუბრობენ, რომ თუნდაც მთავარი პროკურორი ჩადიოდა ამ რაღაცა საოცარ ამბებს, ხო? გაცილებით უფრო ალოგიკური იქნება, ხა პროკურატურამ ეს გამოიკვლიოს, მაგრამ შეიძლება სხვა უწყება, მაგალითად იგივე სასჯელ ახსრულების სამინისტრომ გარკვეული მოკვლევა ჩაატაროს მაგალითად და ჩვენ ჯერ განცხადება არ გვაქვს. მოვისმენთ ალბათ გააკეთებენ განცხადებას, მაგრამ აზრი გამიწყდა. არა, ინფორმაცია გაქვთ ალბათ, რომ ისინი აპირებენ ამას. მე ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ იქნება კარგი, იმიტომ რომ დასამალი მართლაც არაფერი არ არის. მაგრამ ფაქტი არის ის, რომ როდესაც ლაპარაკობთ მართლაც უამრავი ადამიანის ძალიან ლეგიტიმურ უფლებაზე, რომ ეს კორუფციული საქმეები, ძალადობრივი ფაქტები გამოიძიონ, პროკურატურა ამას აკეთებს და ძალიან კარგად მუშაობს. მთავარი პროკურორი, რომელმაც დაიწყო ახალი ტემპით ძალიან მნიშვნელოვან საქმეებზე ძალიან აქტიურად მუშაობა. ჩვენ ველოდებით ამ პროცესებს, რომ სამართლიანად მოხდება ამ პროცედურების გავლა, გაიხსნება ძალიან ბევრი საქმე, გამოძიებული იქნება ძალიან ბევრი ფაქტი, ყველა განცხადება და საჩივარი წამების ფაქტებზე იქნება პასუხგაცემული და ხელშეუხებელი. მინდა ვთქვა მკაფიოდ, არავინ არ იქნება. თუ მას დანაშაული აქვს ჩადენილი, რა რანგის არ უნდა იყოს. თანამდებობაზე ყოფნა პრივილეგია კი არ არის. ეს არის პასუხისგებლობა და ბატონ უგულავას აქვს ბევრი ვალდებულება და ბევრი პასუხისგებლობა. მან ეს ვერ გაიაზრა და ამ ტონით როცა ლაპარაკობს ის და გვეუბნება რომ როგორ ბედავთ თქვენ და მე ჩემს პასუხისგებლობაზე ლაპარაკობ, ჩვენ ვამბობთ რომ სახელმწიფოში კანონის წინაშე ყველა თანასწორია. უგულავაც, მერაბიშვილის და სხვა ყველა უნდა აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულზე. იგი უგულავამ წარმოადგინა ესეთი ვერსია, თითქოს და წლის ბოლომდე პროკურატურა ცდილობს გარკვეული თავისი მისი ინტერპრეტაციით ზეწოლით გახსნა ჟვანიას საქმე, ერთის მხრივ აი მანამ მერაბიშვილზე მიდის ზეწოლა, მეორეს მხრივ სხვა მისი დაცვის დაპატიმრებულ წევრზე, რომელიც სხვა საქმისთვის დააპატიმრეს და რატომ სხვა საქმისთვის, ანუ ეს იყო ეს ვერსია, მაშინ ამ საქმისთვის დაეპატიმრებინათ, უნდათ გახეთ ქონეს საქმე თითქოს დაახალწვამდე და მე ამ ემოციურ ფონზე ფაქტიურად უნდა მოხდეს ნაციონალური მოძრაობის განადგურება. რამდენად საერთოდ შეიძლება ამაზე საუბარი? ძალიან არასერიოზულია, მე მგონი რომ ეხლა ამაზე ვილაპარაკო სერიოზულად, რომ ჩვენი მიზანი არის თურმე რომ დავსახოთ ისეთი აპოკალიფსური ძაფსიუჟეტიანი მრავალი სერიით დატვირთული რაღაცა ტიპის ქმედებები, რომელიც გაანადგურებს ამ მოძრაობას. არავის არ აქვს ეს ინტერესი და არავის არ აქვს ეს განზრახვა. ჩვენ მე პირადად ჩემს აზრს გეტყვით, რომ თუ ვინმე გაანადგურა საკუთარი პოლიტიკური კარიერა, საკუთარი პოლიტიკური მომავალი და საკუთარ თავს ავნო და ამით ძალიან ბევრ ადამიანს ავნო, დავით, ეს არის თვითონ ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც 9 წელიწადი საშინელებებს ჩადიოდა ქვეყანაში. არავის არ აქვს ეს განზრახვა ჟვანიას საქმის რაც შეეხება. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ადამიანი იმ თვალსაზრისით, ვინც იყო დაკავებული და სასამართლომ გაათავისუფლა, აქ მაინტერესებს აქ არ იყო პოლიტიკური ზეწოლა ნეტა. მნიშვნელოვანი ადამიანია მოწმის თვალსაზრისით, იმიტომ რომ იმ დღეს, როდესაც მოხდა ჟვანიას გარდაცვალება, ის იქ იყო შემთხვევის ადგილზე. იქ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. მე არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო და ალბათ გამოძიება აქ ძალიან ეფექტურად იმუშავებს პროკურატურა და ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. ანუ ელიფ თუ არა რომ ეს საქმე სწრაფად გაიხსნება. მე ველოდები რომ ეს საქმეც გაიხსნება და ბევრი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმე გაიხსნება. ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან რომ მათი დარღვეული უფლებები აღდგეს. ამ უფლებების აღდგენა ხდება ისე რომ ვიღაცა იყო ამ ყველაფერში დამნაშავე, ან ვიღაცეები და ეს იყო სისტემური დანაშაულობები და ეს ყველაფერი სახელდარქმეული უნდა იყოს. მე ვეთყოდი პროკურატურას რომ იმუშაონ ძალიან ყოჩაღად და ძალიან პრინციპულად სამართლიანად ამას ელოდება საზოგადოება. და ბოლოს მე მესმის რომ ეს თქვენი სფეროა და აი ამ კვირებში ამით იყავით დაკავებული, მაგრამ დროის და გამობის ძალზე მოკლე კომენტარი მინდა გააკეთოთ იმის თაობაზე რაც ციხეებში ხდება ახლა. და კითხავთ აი რას
ესეთი შეგრძნება გამიშდა. უბრალოდ რამოდენიმე ფართომასშტაბიანი ამნისტია ჩატარდა, სადაც გარკვეულწილად დაისახა ის მუხლები, ანუ რაღაცა შეღავათი ყველას მიეცა, ბევრი ადამიანი ციხიდან გამოვიდა. 16,000. და ახლა ისევ ახალი ტალღა არის ეს შიმშილობის. ხომ არ ფიქრობთ, რომ რაღაცა გარკვეული ზეწოლის ქვეშ იმყოფებით, როდესაც ხელისუფლებას გაჩქარებენ რაღაცა გადაწყვეტილება მიიღოთ და ამის საფუძველზე თქვენ გარეთ დამძიმებულ კრიმინალურ სიტუაციას მიიღებთ. ანუ ქონების დაბრუნება რაღაც უკანა პლანზე წავიდა და ისევ წინა პლანზე გვაქვს ციხე და იქ რაღაცა პრობლემები გარდა შიმშილობისა, ყოველთვის ეს მაყურებლების გამოჩენა ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი მოკლედ თუ შეგიძლიათ ძალიან მოკლედ გეტყვით დღეს დილის 11 საათიდან აი ამ დრომდე ხა მოვდივარ პირდაპირ ქსნის კოლონიიდან რუსთავში ვიყავი ასობით პატიმართან მქონდა შეხვედრა მთელი ამ 3 დღის განმავლობაში მაქვს შეხვედრები მოშიმშილე პატიმრებთან მე მესმის ძალიან კარგად მიუხედავად იმისა რომ 16,000 ადამიანი გათავისუფლდა და ამის მიუხედავად ჩინაგა საქმეთა სამინისტრო იმუშავა საოცრად მართლაც რომ კრიმინალი კი არ გაიზარდა პირიქით 8,400 ერთეულით შემცირდა დავით ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მასობრივი მართლაც მასშტაბური ამინისტიის ფონზე და ჩვენ ბევრი მექანიზმი ავამოქმედეთ რაც იყო პრაქტიკულად უმოქმედო მე მესმის რომ იქ დარჩენილ ადამიანებსაც აქვთ სურვილი რომ მალე დააღწიონ თავი ციხეებს იქ ბევრი მართლა უსამართლო ძის ბევრს უსამართლო სასჯელი აქვს და განცდა აქვთ მათ რომ ეს უსამართლობა უნდა იყოს აღდგენილი და მართლაც ძალიან მძიმეა როდესაც ამ ისტორიებს ისმენ მე ადამიანურად ძალიან მესმის მათი და უხსნიდი დღეს თელი დღე გუშინაც გუშინწინაც მე იმედი მაქვს რომ შიმშილობები დასრულდება და ჩვენ ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი გქონდა ძალიან ესეთი მაღალი ნდობის ფაქტორიც აქვთ მათ და აუხსენდი რისი გაკეთება შეგვიძლია რა არის სირთულე ყველაფრის გადაწყვეტა ბუნებრივია ხა ერთ წელში რომ 200,000-ზე მეტი ადამიანი იყო გასამართლებული ყველა საქმის გადახედვა რომ ერთი წლის განმავლობაში შეუძლებელი რამ არის მათაც ეს ძალიან კარგად ესმით მე უთხარი მათ რომ ჩვენ არ გვითქვამს უარი რომ ამ პროცესზე ამ მექანიზმზე არ ვიფიქრებთ და მუშაობთ ამ საკითხზე რომ მოვძებნოთ ის სწორი მექანიზმი რომელიც იქნება მოცემულ სიტუაციაში სწორი გამოსავალი ამავე დროს სხვადასხვა მექანიზმებსაც ვიყენებთ ეს არის ვადაზე ადრე გათავისუფლება ეს არის სასჯელის გადავადება თუ შეწყალება კომისია თუ სხვა და სამუშაო ჯგუფებს ვაკეთებ ახლა რამდენიმე კოლონიაში რომ იმუშაონ ინდივიდუალურად პატიმრებთან და კონკრეტული საკითხების შესწავლა მოხდეს რომ დავეხმარო მათ მაგრამ ზუსტად აი ეს მინდა ვთქვა და აი ვასრულებ რომ ამ ისტორიებს რო ვისმენ მათგან რამდენი ადამიანი ყავთ მართლა უსამართლოდ გამწარებული ნაწამები უფრო მიმძაფრდება ეს განცდა რომ არ შეიძლება ეს პასუხგაუცემელი დარჩეს და ვიღაცება ამაზე პასუხი არ აგონ შეიძლება ვიღაცა იყენებს თუდად ამ სიტუაციას მაგრამ თავარი არის რომ სამართლის განცდა დაუბრუნდეთ ამ ადამიანებს და ის ვინც იყო მსხვერპლი აი ის ვინც იყო ამ ყველაფრის ჩამდენ იმან პასუხი უნდა ააგოს და ესეც იქნება ამ პროტესტის ეს ხოთაშორის ისინი ჩვენთვის კი არ ჩვენ წინააღმდეგ კი არ აცხადებენ პროტესტს სწორედ აი იმ გუნდის წინააღმდეგ აცხადებენ ისინი ამ დღეში ჩააგდო და ფიქრობ რომ ეს პროცესი შეგამიან დასრულდება დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ რომ